იზარდა აფხაზეთში, ქალაქ გალში. 1993 წლის სექტემბერს იძულებული გახდა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა აფხაზეთი და ახალი ცხოვრება დაიწყო თბილისში, ისევე როგორც ათასობით ბევრს. დავით აღმაშენებლის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ნიდერლანდებში გადავიდა. იქ მისტრიხის უნივერსიტეტში ნიდერლანდური ენის შესწავლის შემდეგ უმაღლეს იურიდიულ ინსტიტუტში მოეწყო, რომლის დამთავრების შემდეგაც დღემდე მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის ცდილობდა გამოენახა დრო იმისთვის, რომ ეკეთებინა ქართული საქმე და შეძლების და გვარად დახმარებოდა გასაჭირში მყოფ ადამიანებს. მისი დიასპორასთან და ემიგრანტებთან ურთიერთობა ერთ-ერთი ქართული პროექტით დაიწყო, რომლის მიზანი ჰოლანდიელებისთვის ჩვენი ქვეყნის მრავალხმიანობის, მხატვრობისა და პოეზიის წარმოჩინება გახდათ. მას შემდეგ უამრავ ქართულ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2018 წელს კი უფრო შულთან ერთად და ორ მეგობართან ერთად დააფუძნა ფონდი World of Diaspora, ანუ დიასპორის სამყარო, რომლის მიზანია კულტურული ხიდის გაბმა აფხაზ და ქართულ ხალხებს შორის. წლების განმავლობაში დაიბეჭდა აფხაზური პოეზიის ანთოლოგია, დაფინანსდა ქართული მწერლის გურამ ოდიშარიას რამდენიმე რომლის თარგმანი ნიდერლანდურ ენაზე. აღსანიშნავია, რომ მის მიერ შემდგომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, საემიგრაციო სამსახურთან, თანამშრომლობა საკონსულოსა და საელჩოსთან, სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმებთან და საავადმყოფოებთან კავშირი. შემდგომლობა და დაფინანსების მოგვარება, განსაკუთრებით მძიმე პერიოდად იხსენიებს პანდემიას. მაშინ როცა საკონსულოსთან ერთად ჩვენი თანამშრომლებისთვის არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მორალური და ადამიანური თანადგომა, ასევე იურიდიულ საკითხებში სწორი რჩევების მიცემა და ადვოკატის საჭიროების შემთხვევაში შუამდგომლობა იყო საჭირო, ხოლო ენის არცოდნის შემთხვევაში თარჯმნობის საჭიროებსაც იკვეთებდა და ესე იგი ასრულებდა ამ საქმესაც. გარდა ამისა, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება ნიდერლანდებში დაფუძნებული სხვა დიასპორული ორგანიზაციების და კომპანიების მხარდაჭერა და კიდევ ბევრი სხვა მრავალი დამსახურების გამო ჩვენ სცენაზე ვიწევთ ქალბატონ ლალი ბუდბაიას. ქალბატონ ლალის ჯილდოს გადასცემს სპეციალური სტუმარი ამერიკიდან, მეშვიდე სეზონის ნომინანტი ევა კაბანაძე. Giaudeli, ჩვენი საღამოსთვის. მოგესალმებით. მეც ერთ-ერთი ნომინანტი ვარ. ასევე გილოცავთ ყოველ ნომინანტს და დიდი მადლობა დიასპორის სახლს და დიდი მადლობა ქალბატონ ინა. დიდი მადლობა ყველას, მოგესალმებით. დიდი მადლობა დიასპორის სახლს, ქალბატონ ინა ასანიძეს მოწვევისთვის. შესანიშნავი საღამო არის და რა ვიცი, ხო ჩვენ ყველა ნომინანტს ულოცავ ამ დღეს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის სახე, რასაც ჩვენ ვიტყვით, რასაც ჩვენ დავწერთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რასაც გავაკეთებთ, რა თქმა უნდა და იქ სადაც ვართ იმ ქვეყნებში ეს სახე უნდა წარმოვაჩინოთ ხირცეულად. ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი, კიდევ უამრავი წარმატება თქვენ მომავალში, თქვენ ყველას. მადლობა, ისურვებ წარმატებებს.